მოგესალმებით მეგობრებო. სიგარეტის თავის დანებებას დავიწყებთ მატერიის ყველაზე მცირე სუბსტანციით და ეს არის კვარკები. კვარკებისგან შედგება მოკლედ პროტონი, ნეიტრონი, რომლის გარშემო ტრიალებს ელექტრონი და ეს არის ატომები. ატომები არის სხვადასხვა სახის, ანუ რამდენად განსხვავებული რაოდენობის პროტონი და ნეიტრონი არის ატომში, იმდენად ვიღებთ განსხვავებულ ატომებს. მაგალითად არის წყალბადის, ჰელიუმი, ჟანგბადის ესე შემდგომ. ამ ატომების ერთობლიობით ვიღებთ მოლეკულას, აი მაგალითად წყლის მოლეკულა, შემდგომ ვიღებთ ამინომჟავებისგან შემდგარ ცილებს, სხვადასხვა ამინომჟავებისაგან, სხვადასხვა ცილები შედგება. შემდგომ ეს ცილები და წყალი ქმნის უჯრედებს, რომელიც იმართებიან პროგრამით, რომელიც არის ჩაწერილი დნმ-ში. ეს უჯრედები წარმოქმნიან სხვადასხვა სახის ქსოვილებს და ეს ქსოვილები წარმოქმნიან ორგანოებს და ეს ორგანოების ქსოვილების, ცილების და ცხიმების ერთობლიობა წარმოქმნიან მთავარ მანქანას, ეგრეთ წოდებულ ცოცხალ ორგანიზმს, რომელიც არის ძალიან რთული სისტემა, ეს სისხლის მოგცევის სისტემა, ლიმფური სისტემა, ანუ დამცავი სისტემა და ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემა, მთავარი გონი, ეს კიდე ნერვი. მოკლედ, რატომ ვიწყებთ ატომებიდან? სიგარეტში შემავალი 2000-მდე ქიმიური ნივთიერება, სწორედაც რომ შედგება ატომებისაგან. აი მაგალითად, აქ წარმოდგენილი არის ის 70-მდე კარცეროგენი, რომელსაც შეიცავს სიგარეტი, მაგალითად, ნიტროზამინებია, ეს ქიმიური ნაერთია, ვინილქლორიდი, აი ეს ქიმიური ნაერთია, ბენზოლი, ამიაკი, ტარი, ნახშირბადის მინოქსიდი, აი ეს არის კარცეროგენები და როგორც აღნიშნეთ, ჩვენი სხეულის ყველაზე მცირე შემადგენელი ნაწილებისაგან ატომებისგან შედგება, ანუ სწორედ აი ამ ატომებზე ახდენს გავლენას, იმიტომ რომ შედიან ურთიერთქმედებაში, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ ნაპას დავარტყავთ, ესე რომ ვთქვათ, ის გადადის სისხლში, სისხლი არის ესე რომ ვთქვათ, სატრანსპორტო საშუალება, რომ ნაწილების მიერ შეწოვილი სხვადასხვა ნივთიერებები მიიტანოს უჯრედებამდე და მათ შორის ჩასუნთქული ჰაერი, ჟანგბადი, ჩვენმა სისხლის ერითროციტებმა მიიტანოს უჯრედებამდე. სწორედ აი აქ ხდება 2000-მდე ქიმიური ნივთიერება გადაინაცვლებს სისხლში და აი სისხლის კედლების ჩვეულებრივი ცილების ერთობლიობა, რომელიც როგორც აღნიშნეთ შედგება ატომების ერთობლიობისაგან და მათთან შედის კავშირში და მათ შორის აი ჩვენი უჯრედებიც არის ატომების ერთობლიობა, რომელიც ცილებს წარმოქმნიან, ანუ უჯრედი არის ნახევარი საშუალოდ წყალი და ნახევარი ცილების, სხვადასხვა ცილები, ნუ აქ არის ახლა მიტოქონდრიები და სხვადასხვა სახელწოდებები ქვია, აი აქ არის წარმოდგენილი ციტოპლაზმა და ბირთვი და რიბოსომა არის, აი ეს მაგალითად, ესე შემდგომ და ესენი შედგება ცილებისაგან და საბოლოო ჯამში ატომებისაგან შედგება. აი ამათი ერთობლიობა და როგორც აღნიშნეთ, აი ამ სიგარეტში შემავალი ეს ატომები პირდაპირ გავლენას ახდენენ და აზიანებენ ჩვენს ორგანოებს. და შემდგომ ზოგიერთ შემთხვევაში ეს აღწევენ უკვე დნმ-მდე, იმიტომ რომ დნმ-იც არის ატომების ერთობლიობა საბოლოო ჯამში. იწვევენ ამ წყობრიდან გამოსვლას და უკონტროლო ბეჭდა ხდება, ანუ კიბორა არის, ხო, უკონტროლო ბეჭდა. ის 70 კარცეროგენი, რომელზეც ჩვენ გვაქვს საუბარი, აზიანებს ჩვენს დნმ-ს, გამოყავს წყობრიდან და უჯრედი იწყებს უკონტროლო გავრცელებას და აზიანებს სხვადასხვა ორგანოებს, განსაკუთრებით პირველი დარტყმა მოდის ფილტვზე. ამ დეტალებს ჩავშლით, როგორ მუშაობს ფილტვი, რა გავლენას ახდენს, მოკლედ, ვიძი როგორ მუშაობს გულსის ზარხვა სისტემაზე, რა გავლენას ახდენს, თირკმელებზე რა გავლენას ახდენს, იმუნურ სისტემაზე რა გავლენას ახდენს, თავად ცენტრალურ და პერიფერულ ნერვულ სისტემაზე რა გავლენას ახდენს, აბსოლუტურად თავად სისხლძარღვების სისტემაზე, იმიტომ რომ აქ მოძრაობს პირველ რიგში რა გავლენას ახდენს. ყველაფერს ჩავშლით დეტალურად და ზოგადად ყველაფერი უმეცრება იწყება უცოდინრობით და გაუცნობიერებლობით და როდესაც ჩვენ გავაცნობიერებთ თუ რას ვაკეთებთ და იმ დოფამინს რომელიცაც ჩვენ გვიჩნდება სურვილი ტვინის ავტომატური ქმედებას გამოვთავთ გაცნობიერებით, რომ დოფამინი, რომელიც თქვათ უნდა მიგვეყო სიგარეტის მოწევის დროთ ეს სიამოვნება, ამას გავთიშავთ
და იმ ადრენალინის ასევე რომელიც არის რეალურად უღმართი ქმედება, იმიტომ რომ არის დამაზიანებელი, დეტალურად ჩავშლით ამ ყველაფერს და აუცილებლად მოვახდენთ გავლენას მასზე, იმიტომ რომ პრაქტიკიდან გამომდინარე გეუბნებით მე ყოფილი მწვეველი ვარ, ის დავაიგნორე, გამოვრთე და არა მხოლოდ სიგარეტი, არამედ გამოვრთე სხვა მავნებლობები, რომელსაც ჩემს სხეულს უკეთებდი, მათ შორის ფიქრებიც კი გავასწორე. მე თავად პროცესში ვარ, იმიტომ რომ პირველ ცდებს ვატარებ საკუთარ თავზე და ეს მუშაობს.